მოგესალმებით ანიმეს სკვად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბლიჩის 1000-ლიანი სისხლიანი ომის მეოთხე პარტის მეორე ეპიზოდის რეაქცია. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მოკლედ სანამ ეპიზოდის რეაქციაზე გადავედოდით, წესითა და რიგით ამ ეპიზოდში უნდა ვნახოთ ურაჰარას ბანკაი. იმენა დედისწიოკი ბანკაი უნდა ქონდეს ურაჰარას. მანგაში როგორც მახსოვს, ზუსტად ასეთი ქონდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, როგორი ექნება ანიმეში. უამრავი ედიტები გვინახია ბლიჩის TikTok-ზე, რომ ბანკაებს ახმოვანებდნენ, სანამ ოფიციალურად დაიწყებდნენ ამ საკაშიმა იოკოშიმას, კიდევ სხვა ბანკაებს, უბრალოდ სახელებიდან მოვიწყდა. კატენ კიოკოცუს, ბენიჰიმი არატამეს და მსგავს ედიტებს ძალიან ბევრს აკეთებდნენ, მანგის ედიტებს რა თქმა უნდა და რაღაც კონკრეტულ გახმოვანებებს ადებდნენ. ესეთი ედიტები ბევრი შეხვედრია, მაგრამ ეს კატენ კიოკოცუ, ბენიჰიმი არატამე და ეხა როგორც უკვე ხედავთ, დღევანდელი ბანკაიც უნდა იყოს, მე ხო ბენიჰიმი არატამე უნდა იყოს. ესეთ ბანკაებს ჩვენ ხედავთ ბლიჩის აი ამ 1000-ლიან სისხლიან ომში, შესაბამისად, ყველაზე საინტერესო ის არის, როგორი იქნება ბენიჰიმი არატამე, ურაჰარას ბანკაი. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ჩავხდოთ ეპიზოდი და ვნახოთ, როგორი იქნება ურაჰარას ბანკაი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ეპიზოდში იქნება. დიდი იმედი მაქვს. წავიდა. ეს ინოვეა? რამე მოხდა, ორიჰიმე. ვფიქრობდი, ეს ყვავილი კუროსაკის როგორ მახსენებს. ეს წარსულის გახსენება? ალბათ ახლა. დიდი ალბათობით. ზუსტად ისეა, როგორც იმ ყვავილის ფერი. ბილი და კეთილია. მკვეთრად კაშკაშებდა და ირგვლივ ყველაფერს ანათებდა. ყველას იცავდა. ასე რომ გადავწყვიტე, კუროსაკი. მე მისი სულიერი ენერგია წამში 48-ჯერ იცვლება. ოპა. 48 ფორმით დავინფიცირდები. ანუ ეს ამის ახალი განახლებული ფორმაა. იმუნიტეტი მივიღო. დაგინდობ ბევრი წვალებისაგან და პირდაპირ აგეხსნით ჩემი წმინდა ფორმის შესაძლებლობებს. აბა ახლა რას იზამ ურაჰარაკისკე. ახლა არ მითხრა უკვე ამოწურე შენი ხრიტები. ეს რამო, ოპა. ასე ძალიანს ნუ გაგიკვირდება. ხიფათი არ მიყვარს. ახლა ყველაზე საინტერესო კითხვა ისმის აქ. ამას თუ ესეთი საინტერესო ფორმა აქვს. ურაჰარას ბანკაი საკმარისი იქნება, რომ ამას ბოლო მოუღოს? საინტერესო კითხვა ეს არის. ტიპმა თუ იოროიჩის ახალ ფორმას გაუძლო. ურაჰარას ბანკაი იქნება თუ არა საკმარისი აი ამ ტიპის დასაკდებად. აი ახლა ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა. აი მე იარო იქნება. მე უფრო სიმშვიდის კაცი ვარ. როგორც ჩანს ძალიან არ გინდა რომ დაკავოთ. მართალი ხარ. რატომ უნდა გაგიშვათ? ჩვენ ხომ ტყები ვართ. ახლა мотиваციას ერთგულება კი არა. პროის მაძლევს რომ მისი უდიდებულესობით ვარ მოხიბლული. ბიჭო, ანუ რატოა მოხიბლული მისი უდიდებულესობით? მოდასულობის საზოგადოება. ტიპი, ანუ იყენებს მისი უდიდებულესობის გარდა ასეთ რამეს ვინ იზამდა საერთოდ. ტიპებს არა დარდებს ამათი სიცოცხლე და რავი. ნაიდიდებული არსება. ქვინსებს იყენებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წავიდა. თუმცა ჩემი გიუტბერეიჩი ამას მალე შეცვლის. კაპიტან კუროცუჩისთვის რომ გეკითხა, შეიძლება ეპასუხა რომ აინტერესებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენდომებოდა ენახა რას შექმნის იუჰაბაჰი. თუ რამის შექმნის ტრაკი აქ თავისი ხელებით გააკეთოს. ასეთ რაღაცები ფუნქციონირებას. თუმცა მე მაინც მინდა რომ ვიხილო რას შექმნის მისი უდიდებულესობა. ჰიფტრინგი. ვაუ! ახლა შენ სიკვდილს ვეღარანაირად ვეღარ აიცილებ. ახლა კი ვერც ერთი შენი ხრიკი ვეღარ გიშველის. ბანკაი. 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 სხვა არჩევანი აღარ მაქვს. ბანკაი. აბა? ანონ ბირაკი, ბენიჰიმი არატამე. ოპა. ბანკაი. ეს საერთოდ რა არის? სხვათა შორის ძალიან ლამაზი ბანკაი აქვს. იმასთან ჯერ კიდე სუნთქავს. ძალიან ლამაზი ბანკაია. ანუ მასე არა. რამ დაფიქრებინა რომ მასეთ ინფორმაციას გაგანდობ? ვიცოდი რომ არ მეტყოდი, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირდა. ეს რა ჯანდაბა? ეხლა ყველაზე საინტერესო ეს არის. რა შვება ურაჰარას ბანკაი? როგორც მიხვდი, ჩემი ბანკაი გარკვეულ არეალში მუშაობს. არც ისეთი მომაცია რომ საკუთარი ხელები დავიგლიჯო. კანონ ბირაკი ბენიჰიმი არატამეს შესაძლებლობა არის ის რომ შეცვალოს ყველაფერი, რასაც შეეხება. ანუ? რა? კიდევ როგორ ხედავ? ეგ ხომ ადვილი მისახვედრია. მე თვალებით გამოვიცვალე. იასნა. ანუ შეუძლია თავისი ორგანოები და სხვისი ორგანოები შეცვალოს. გასაგე, ოუ. ბოროტი კაცი ყოფილ ხარ ურაჰარაკისკე. ეს გიუტბოლ დელუქსი გამოუწევადი ტოქსიკური ციხესიმაგრეა. შვება. შეიძლება რომ მე ბოლომდე არ ვიხარ ჯერი. ანუ ბრძოლაშივე იყენებს თავის ბანკაის და თავის ორგანოებს ცვლის.
რომ ის არ მიიღოს დაზიანება. შენი ბანკა იმაშინაც ძალიან საფათოა, როცა უბრალოდ ხო ხავ. ანუ რა ეს როგორ? What the fuck? არეალსაც ცვლის? მე მესიჯის სახით ყველგან ნაკოლებს სტოვებდი. შემოსაჭრელ გზას ასე ყველა დაინახავდა. დიდი მადლობა დახმარებისთვის. გრიმ ჯო. შენ გული გაგიხლისე და კიდევ ცოცხალი ხარ? აუ, გრიმჯო, ბიჭო, ხო არ გადაობ შენ. არანკარი, რომელსაც ნიღავი თვით აიზენმა მოხსნა. როდესაც ბრძოლაში მივდივარ, მე ყველანაირი სცენარისტვის ვარ მზად. ეს სიგიჟე. ხედავთ? რატომ ვითომ? ეს ხომ ბრძოლაა. ახლა მესმის თუ რატომ ხარ ასეთი საშიში. ანუ დაიბრიდე ბოლო-ბოლო, დედა გეტირა. დიდი იმედი მაქვს რომ კი. ვა, აქ რა ხდება? რაღაცის თქმა დამავიწყდა. შენ რა ისევ? ჩემი სიკვდილის შემდეგ Gift Ball Deluxe გაძლიერდება. მინდოდა შენთვის პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის. როგორც ვხედავ, გასაქცევად ძალა აღარ დაგრჩა. შენ რომ გიცნობ, გაქცევის გეგმა უკვე შემუშავებული გექნებოდა. ბოლო-ბოლო რა საკეთებს? ვა. ჯანდაბა, გამორიცხულია. აქ, ამით არ მოხვდები. მისი დაგეგმილი 5 სცენარიდან ერთ-ერთი ეს საგარი ბიჭო, მანგანი. ეს მანგანი განჩია, მანგანი კაცია კი. თან მანგანი გოგო. როგორ პატარაა შესასვლელი? ვაპირებდი რომ იჩიკოსთან წასულიყავი, მაგრამ ეს პატარა რო იყო, მაშინ უფრო საკაიფო იყო. ნუ თუ ეს აღსასრულია. ვა, ხჩები. მაპატიეთ. ბანკაიც დაეცა? დანარჩენი თქვენ უნდა მოგანდოთ. ვა, კისკე ჩემი. გახმოვანებული არ ეკთაიმის მიერ მაიკადრი კომისთვის. ამას შენს გზნობინოვე. კისკეს რა მოუვიდა ბიჭო? როგორც იქნა? მე როგორც იქნა შემიძლია კუროსაკის დასაცავად ბრძოლა. ეს მეორე საკურაა იმენა. ამის ჩემო პნელეთის ვაჟო. იში დაზდაო. იჩიგოს დონეზე ავედი. გვერდი ბრძოლებ. იუჰაბა. შენი ყოლის მომცველი რეიში მყარად არის შერწყმული. მარჯვნიდან შემომიტევ თუ მარცხნიდან. მე ამას დავაკვირდები. დიდი ხანია მინდოდა ამ მამაშვილური საუბრისთვის გემოგამეგო. ეს ხო მამამისი არ არის. შენ მამა ჩემი არ ხარ. ის კუროსაკი ისინი არა. კი ბატონო. შეიძლება ითქვას რომ შენი ყალბი მამა. ახლა ისმის კითხვა. იჩიგოს დედაში. რამდენი კაცის ის იყო? ყველა მამამისიანაირადაა ბიჭო. ვა, ხჩემი. ნამდვილად გავიგე. მე რა? შენ მამა ჩემი არ ხარ. შენი კაცი ხარ ვინც დედა ჩემი მოკლა. ოპა. ეს უგატენშო. იში დასბრძოლაც. ამას წესით აღარა აქვს, ხო? ოლმაითი ზალები. რახანი მან გაიღვიძა? არა ბიჭო, ახლა ჩდება კითხვა. თუ იუჰაბაჰმა გაიღვიძა და როცა იუჰაბაჰს ძინავს, იუჰაბაჰი ზალებს, ანუ ოლმაითი ზალას ესიღებს. იუჰაბაჰს თუ ღვიძავს, ამას ადო აქვს ისე ოლმაითი ზალები და იუჰაბაჰის თვალები. Is dead. მომავლის დანახვა. გამარჯვების გარანტია არ არის. ნება მომეცი განგანათლო. ეს მაგარი თავდაჯერებულია. სირადი ბრძოლის ველის ანალიზი. ბრძოლის ბუნების გაგებაში ვერ დაგეხმარება. Soul King-ის ზალა. წეღან ლურჯი თვალები ქონდა, ეხა წითელი თვალები ქონდა წეღან, ეხა ლურჯი ქონდა. რა ხდება, მამაო? სანტენკენშუნ. მიდი. ხარ დამწუხრებული. ის იმიტომ მოგდა რომ მისი ბედის წერა იყო სიკვდილი. შეხედა პიდარასტიკაცია, ბიჭო. ია კვინსების სიცოცხლით, როგორც არაფერი ისე ერთობა. ყველა კვინს წირავს. ყველა კვინს დედა უტირა იმენა. საუბარი დასრულდა. სასიამოვნო იყო. როა ბრძოლა დავიწყოთ იჩიგო. Almighty. ამას რატო აქვს ოლმაითი ზალა, ბიჭო, რა ხდება? როგორ გინდა რომ გამიგო? იში და ურიუ. სასოწარკვეთილება ახლა იწყება. რა ხდება, რა? მაიცადე კუროსაკი. მომწმენი იყავი. საკუთარი სიცოცხლე დააფასე. გაავრცელე მთელი შენი ძალები და მოკვდი იჩიგო. გახმოვანებული არ ეკთაიმის მიერ მაიკადრისთვის. ვა. ანუ ენდინგის შემდეგ სცენა არ გვაქვს, ასე რომ ხო, სერია აქ დამთავრდა. არ ვიცი. ამ სეზონში, ბლიჩის ამ სეზონში გვექნება 10 ეპიზოდი. დარჩენილია წინ კიდევ 8 ეპიზოდი გამოსასვლელი. რა ვიცი, ძალიან კაი ეპიზოდი იყო, ბაზარი არ არის. საღო კიდევ ერთხელ სტუდია Pierrot-ს ბლიჩის ანიმაცია არის უმაღლეს დონეზე მიყვანილი და იმენა ეტყობა ამ ანიმეზე მუშაობა რო არ დაიზარათ. არ ვიცი, ბენიჰიმი არატამე იყო. ცოტა ძალაზე დამოკიდებული ბანკაი არ არის, მაგრამ ლამაზი იყო. მოდი ვაღიაროთ, რომ კი, ლამაზი ბანკაი არის. ბენიჰიმი არატამე.
აი რაც შეეხება იმ ტიპს, ის მოკვდა გადარჩა, ანუ აშკარად ფატალური ჭრილობა აქვს მიღებული, მაგრამ საინტერესოა ურაჰარა მოკვდება თუ გადარჩება. არ ვიცი. ეხლა ყველაზე საინტერესო ეს არის. რას იზავს походу Ichigo და რას იზავს походу Ishida. ნახოთ. შემდეგი ეპიზოდი ბევრად უფრო საინტერესო უნდა იყოს წესით და რიგით, იმიტომ რომ იუჰაბაჰის და Ichigos ჩხუბი უკვე დაიწყო. ასევე შემდეგ სერიაზშიც დიდი ალბათობით ახალ ბანკაის ვიხილავთ. ალბათ ან ზარაკის ბანკაი იქნება შემდეგ ეპიზოდში, ან ჰიცუგაიას ბანკაი იქნება შემდეგ ეპიზოდში. ანუ ჰიცუგაიას წესით true forma ან true ბანკაი, რავი, არ ვიცი ჰიცუგაიას ბოლო ბანკაის რას ეძახიან. ასე რომ ხო, მაგ ბანკაის წესით და რიგით ვნახოთ. ან ამ შემდეგ ეპიზოდში, ან შემდეგი ეპიზოდში. ამ ორიდან ერთ-ერთს ველოდები, ან ჰიცუგაია, ან ზარაკის ბანკაი. ვნახოთ, არ ვიცი. რომელიმე იქნება დიდი ალბათობით და დიდი იმედი მაქვს, რომ ჯერ ჰიცუგაიას იქნება და ზარაკის ბანკაის ბოლოსთვის მოინახავენ, მაგრამ ხო, ნახოთ. არ ვიცი რა იქნება. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა მეგობრებო, თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხალკი, რომ არ გამოდოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები, ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგეცნობათ გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ სრთა განაგზოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. აბა ჰეთ და აბა ჰოთ.